და თემა, რომელიც საფეხბურთო წრეებში აქტუალობას არ კარგავს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან ფუტზალის კლუბ იბერია სტარს დაშლა ემუქრება, თუ გუნდ სპონსორები არ გამოუჩნდნენ, დამფუძნებელი მის ბანკროტად გამოცხადებას აპირებს. საბოლოო გადაწყვეტილება 1 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი. ფუტსალში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი 2003 წლიდან თბილისის იბერია სტარი დახმარებას ითხოვს. ყველაზე წარმატებული ქართული კლუბის ხელმძღვანელებმა, რომელთა მმართველობის პერიოდში იბერია ევროტურნირებზე სისტემატურად მონაწილეობდა და ბოლო ფინალურ ეტაპზე საუკეთესო 4-ში იასპარეზა, შესაძლოა 1 ივნისიდან ბანკროტად გამოაცხადონ. თბილისში ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა და მისმა შედეგმა ალმა-ატის კაირატის გამარჯვებამ გვაჩვენა, რომ სათანადო დაფინანსების და მხარდაჭერის პირობებში საქართველოს ჩემპიონს რეალურად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და 1991 წლის 13 მაისის სიხარულის გამეორება. დამფუძნებლის ავთანდილ წერეთლის რესურსები კლუბის სრულფასოვნად შენახვა გაძლიერებას დამოუკიდებლად ვეღარ სწუდება და ბიზნეს კომპანიების, საფეხბურთო კლუბების და მუნიციპალიტეტების თანადგომას საჭიროებს. შედარებისთვის, მოსკოვის დინამოს 15 კომპანია ასპონსორებს. ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის თბილისის 4-თა ფინალის ტრიუმფატორ ალმა-ატის კაირატს 13, ხოლო ტიტულოვან ბარსელონას 10 კომპანია. ქართულ კლუბს კი მხარში ბიზნეს სექტორის არც ერთი წარმომადგენელი არ უდგას. იმ შემთხვევაში, თუ კი ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთის უმაღლესი ლიგის კლუბები ან მუნიციპალიტეტი უახლოესი დღეების განმავლობაში არ დაინტერესდებიან დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო ქართული კლუბის სპონსორობით და არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ქართული დროშა ევროპოლის სპორტის ფლაგმანთა დროშებს შორის ფრიალდებდეს, კლუბი გამოცხადება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას. ოცნებობი იმდენზე, რომ საქართველოს დროშა აი ისეთი ტურნირი ჩატარდებოდა თბილისში, როგორც ჩატარდა, ხო და რაღაცა ყველა მარტო იმისავით რო არ იყოს რა, რაღაც ინფორმაციის მეთოდებას გულით მიუდექით რა, ძალიან გთხოვთ რა. თუ სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვალა, იბერიას მმართველებს რადიკალურად არასასურველი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. იბერია სტარი ბანკროტად გამოცხადდება და არსებობას შეწყვეტს.